პირველმა საერთაშორისო ველოტურმა სტარტი ქუთაისის რეაბილიტირებულ ისტორიულ უბანში ზუსტად 10 საათზე აიღო. დაახლოებით 80 ქართველი და უცხოელი ველომრბოლელი ქუთაისიდან ფოთისკენ გაემართა. შეჯიბრის მონაწილეებმა ველოტურის პირველ დღეს 102 კილომეტრიანი დისტანცია ორი შესვენებით დაახლოებით 6 საათში დაფარეს და პირველი დანიშნულების ადგილზე ფოთში ჩავიდნენ. Შვენიერი ბუნება თბილი, ამინდი საუცხო, მთები და სანახაობა. მიხარია ამ ველოტურის მონაწილე რომ ვარ. საოცარი მოგზაურობა გამოგვივიდა. უფრო საინტერესო თავგადასავლისთვის და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის ვემზადები. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველოს საერთაშორისო ველოტურს მასპინძლობს შეჯიბრი ქვეყნის პირველი ლედის სანდრა ელისაბედრულოვსის ინიციატივის Don't Worry Be Healthy ფარგლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდისთვის იმართება. ველოტურის მთავარი მიზანი აქტიური სპორტული და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის გარდა საქართველოს ცნობადობის გაზრდა და ქვეყნის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენაა. შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად და საქართველოს დასათვალიერებლად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ათეულობით უცხოელი ტურისტი ჩამოვიდა. I can say it in one word, it's fantastic. ერთი სიტყვით შემიძლია თქვენი ქვეყნის დახასიათება. ეს ფანტასტიურია. აქ გატარებული ყოველი წუთი ჩემთვის ახალი და განსხვავებული შთაბეჭდილებაა. ეს ველოტური კი საუკეთესო შესაძლებლობაა საქართველოს კარგად დავათვალიერო. მიხარია რომ ამ შეჯიბრში მონაწილეობ. რაც უფრო მეტი უცხოელი ჩამოვა და ასეთ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას, ამათ ძალიან დიდი ინფორმაცია გააქვთ საერთოდ საზღვარგარეთ. რაც მათ ნახეს აქამდე, გაოცებულები არიან და ახლა უფრო მეტ საოცრებებს ვაჩვენებთ, ისე რომ მსოფლიო ძალიან ჩქარა დაეუფლება მთლიანად საქართველოს, ისე როგორც ეგვიპტეს, საბერძნეთს, იტალიას, ესპანეთს და ბევრ ასეთ ქვეყნებს. ველოტურის საზეიმოდ გაიხსნა მონაწილეების განწყობაზე ქუთაისის ადგილობრივმა ფოლკლორულმა ანსამბლმა იზრუნა. საზეიმო ღონისძიებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის ინიციატივისთვის შექმნილმა თოჯინა პერსონაჟებმა ნიკამ და ნუსამაც მიიღეს მონაწილეობა. სტარტის აღებამდე უცხოელმა ველომრბოლელებმა ახლად რეაბილიტირებული ქუთაისის ისტორიულ უბანში სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს. საქართველოში ჩამოსვლით მე ზღაპარში მოვხდი. აქ პირველად თებერვალში ვიყავი და მაშინ ვამბობდი რომ ეს ზამთრის ზღაპარი იყო. საქართველოს გაზაფხულზე ძალიან ლამაზი ყოფილა. მიხარია რომ 10 დღის განმავლობაში ამ არაჩვეულებრივ ქვეყანაში მომიწევს მოგზაურობა. მიხარია რომ აქ ვარ, საინტერესო მოგზაურობა გვაქვს. მე და ჩემი მეუღლე დიდი ხანია ჯამთელი ცხოვრების წესს ვიცავთ. თამაშობთ ჩოგბურთს, ფრენბურთს და რა თქმა უნდა დავდივართ ველოსიპედით. საქართველოში ჯანსაღი მოგზაურობა გრძელდება. ველოტურის მონაწილეები ხოლ ფოთიდან ბათუმისკენ გაემართებიან და 75 კილომეტრიან დისტანციას ორი შესვენებით დაფარავენ. უცხოელი სტუმრები შავიზღვისპირა განახლებულ ტურისტულ კურორტზე 2 დღის განმავლობაში დარჩებიან. გადაღებულ ფოტო და ვიდეო მასალას შეჯიბრის მონაწილეები სოციალურ ქსელებში განათავსებენ.